დღევანდელი გადაცემის სპონსორია სინოქეა. შეიძლება ითქვას, რომ ჰორმონები ეს არის დირიჟორი, რომელიც მართავს არა მარტო ფიზიკურად, არამედ აი მის შინაგანი გარემო, განწყობა სრულდება. დღესაც ყოველდღიურად მე სწავლის და ძიების პროცესში ვარ. რაც ეგეთი წრეში ვბრუნავ მეცნიერება, მედიცინა და პედაგოგია. რომ 35 წლიდან გაქვს თუ არ გაქვს ჩივილი, ხო? აუცილებლად უნდა მოხდეს შაქრის დონის მონიტორირება. დიაბეტიან პაციენტებში 635 მილიონზე მეც აქვს დიაგნოსტირებული მსოფლიოში წარმოგიდგენია და კიდე რამდენს არ აქვს დადასტურებული. არ აქვს დადასტურებული. მოგესალმებით, ისევ პირველი სამედიცინო პოდკასტიდან და ალბათ შეამჩნევდით, რომ ძალიან უცნაურ გარემოში კი არ ვართ, ძალიან ლამაზ გარემოში ვართ. და ამჯერად უკვე ბათუმიდან. ამჯერად უკვე ბათუმიდან. და დასავლეთ საქართველოს. კი ბატონო, პირველ რიგში აჭარას და მერე მთლიან დასავლეთ საქართველოსაც მოვიცავთ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ძალიან ამაყები ვართ, რომ მთლიანად საქართველოში გვყავს უნიჭიერესი და უპროფესიონალურესი, ხელოსი იყო თქვი, ესე გამართულ ექიმები და დიდი სიამაყით, მოკლედ ბათუმის Four Hospitals-ის ფილიალიდან უნდა წარმოგიდგინოთ არაჩვეულებრივი თამარ პეშკოვა. ულამაზესი ქალბატონი, უჭკვიანესი ენდოკრინოლოგი და მედიცინის დოქტორი, რა თქმა უნდა. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან, რომ მოხვედით და გვეწვიეთ ჩვენს პოდკასტში და აგრძელებთ ჩვენი პოდკასტების სერიას და თამარ ჩვენთან ერთად უმასპინძლებს ჩვენი გამორჩეული თანამშრომელი ქალბატონი ანა, ასე რომ კი ბატონო, არაჩვეულებრივი თანამშრომელი და მასპინძელი ბათუმში და ძალიან მიხარია საინტერესო გამოვა. მეც დარწმუნებული ვარ. პირველ კითხვას ტრადიციულად შენ დაუსვამ თუ მე? დაიწყო, გითხრობ. კარგი. ქალბატონ თამარ, პირველი ტრადიციული კითხვა გვაქვს ესეთი, რომ რატო გადაწყვეტეთ ექიმობა და მე კონკრეტულად თქვენი მიმართულება. დიახ. მეც მიხარია, რომ დღეს თქვენთან ერთად ვარ, მადლობთ. და ალბათ ესეთი მარტივი კითხვა არის, ვინაიდან ჩემი ოჯახის წევრები, დედა, მამა, ბებია, ბაბუა, ექიმები არიან, მამა რეანიმატოლოგი, დედა ენდოკრინოლოგი, გინეკოლოგია, ქირურგია და სულ ესეც სამედიცინო გარემოში ვიზრდებოდი. აგრძელებთ და ტრადიციას. აი თითქოს და გადაწყვეტილი იყო თავიდანვე, რომ რატომაც არა ექიმი უნდა გამხდარიყავი. თუმცა აი იმ გადასახედიდან დღესდღეობით ვფიქრობ, რომ ეს შემთხვევით არ მოხდა. ეს რაღაც შინაგანად იყო, რომ უნდა გამხდარიყავი ექიმი და ძალიან მიხარია, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღე. ჩვენც. თუმცა, იცით როგორ არის? როგორც ექიმი ამავდროულად ვარ პედაგოგი. მუშაობ უნივერსიტეტში სტუდენტებთან და რაღაც აი სამედიცინო, ექიმი, მასწავლებელი, ლექტორი და სამეცნიერო მიმართულებითაც ვარ ჩართული. ენდოკრინოლოგია, იმიტომ რომ ბებია იყო გინეკოლოგი, მამა რეანიმატოლოგი და ძალიან რთული სპეციალობა იყო ქალისთვის, ძალიან გადატვირთული, ოჯახისთვის ნაკლებად იცლიდა ორივე და შესაბამისად ბებიამ თქვა, რატომაც არა, როგორც დედამო, გავაგრძელო ენდოკრინოლოგიის მიმართულებით და იცით, ენდოკრინოლოგია იმდენად საინტერესო არის, დღესდღეობით აი ისე ვითარდება ყოველდღიურად იმდენი სიახლეა და აი სტუდენტებთანაც როდესაც ვიწყებ ენდოკრინოლოგიის მოდულს ვიწყებთ, ვამბობ, რომ ორი მიმართულება არის, ენდოკრინოლოგია, ნევროლოგია, რომელიც მართავს ადამიანის ორგანიზმს და შეიძლება ითქვას, რომ ჰორმონები ეს არის დირიჟორი, რომელიც მართავს არა მარტო ფიზიკურად, არამედ აი მის შინაგანი გარემო, განწყობა, ბუნება განწყობა, ტოლვა, ყველაფერი არის ჰორმონებით რეგულირებული. რა საინტერესო მეტაფორა, დირიჟორია ჩვენი. დირიჟორია და შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ მართავთ აი ამ მიმართულებით. ძალიან დიდი მადლობა თეატრალურ თული ადამიანის ორგანიზმი და ძალიან ყველაფერს აქვს ესეთი გადამწყვეტი როლი ალბათ, მაგრამ ძალიან საინტერესო მოსაზრება ენდოკრინოლოგიაზე. კი, ცხადია, რომ ჩვენს მე დილეტანტი ვარ, მაგრამ მსმენია, რომ ჰორმონები ძალიან ბევრ ამის განაპირობებს რა.
ყველაფერს აი ნახეთ ჩვენი გუნება განწყობა ხო ძალიან ბევრი ჰორმონია პასუხისმგებელი ამ გუნება განწყობაზე ჩვენი აი დღესდღეობით საკმაოდ პრობლემური საკითხი არის წონა სიმსუქნე ხო დღესდღეობით ეს უფრო მეტად და მეტად ხდება პრობლემური ეს არის შეიძლება ვთქვათ რომ პანდემია არის უკვე სიმსუქნე სადაც ბავშვობიდან უკვე დიდ წონასთან გვაქვს საქმე და დღესდღეობით ამბობენ რომ გარკვეულ გენურ მუტაციებთანაცაა კავშირი და საინტერესო არის ის რომ სამწუხაროდ ეს ეკოლოგიურ ცვლილებებთანაცაა დაკავშირებული დაბინძურებასთან ხო გარემოს დაბინძურებასთან საკვებ რითი ვიკვებებით როგორ ვიკვებებით თუნდაც ამ პლასმასების გამოყენება ხო ყოველდღიურ ჩვენ ცხოვრებაში რატომაც არა წყალი ბოთლი პლასმასის ბოთლი და ეს არის რაღაც ჰორმონალური დამრღვევები ენდოკრინული სისტემის ჰორმონების რეგულირების დამრღვევები endocrine disruptors და წელს კონგრესი დავესწარი ენდოკრინოლოგთა კონგრესი იყო სადაც საკმაოდ დიდი ვრცელი ლექცია იყო მიძღვნილი თუ როგორ გავლენას ახდენს არა მარტო ენდოკრინოლოგიაზე ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე და ამიტომ საკმაოდ რთული არის თქვათ უარის თქმა ყველაფერზე იმიტომ რომ პროგრესს მოყვება ეს ყველაფერი წარმოგიდგენიათ თითქოს ბათუმში ხშირად წვიმს და ბავშვებს შეუძინე ესეთი საწვიმარი, რომელიც წყალს არ ატარებს, ხო? ან ისეთი ფეხსაცმელი, მაგრამ იქაც თურმე იმდენი ეს შენაერთი შედის, ხო, რომ აი ის ლექციის დროს ვფიქრობდი, ვაი, ან ნებისმიერი კოსმეტიკური საშუალება, ან საკვების მომზადება, ხო? საკმაოდ ამიტომ ეს ენდოკრინოლოგია, ჰორმონები დღემდე ამოუცნობი თემა არის. ეხლა დავფიქრდი, იცი, მე რომ მეგონა რომ პლასმასის ბოთლში ჩამოსხმული გაზიანი სასმელი არ დავაკონკრეტებ, მას უქებდა, თურმე წყალი მას უქებს და თუ აი ხდა ბიშე. პლასმასი კვლევები არის დადებული ძალიან საინტერესო, რომ აფრიკის ერთ-ერთ თქვათ ისეთ ქვეყანაში, სადაც იყო წინათ შიმშილობა, სიგამხდრე და აი ესეთი მალნუტრიციის მაჩვენებელი ძალიან გამხდრები რო იყვნენ, ხო? და აკვირდებიან დროში რეტროსპექტულად აკვირდებიან, ხედავენ რომ იქაც საკმაოდ იმატა სიმსუქნემ, ხო? ეს იყო პლასმასი გამოწვევი? ნუ ერთ-ერთი მიზეზი არის. ამავდროულად, იცით, განვითარებასთან ერთად ბავშვები სამწუხაროდ უფრო ეტანებიან, სამწუხაროდ უფრო ქუჩის საკვებს, არაჯანსაღ საკვებს. ვინაიდან ალბათ რაღაცას ამატებენ იქ, რომელიც აი ტვინის დონეზე, გემოვნების რეცეფციაზე და ტვინის დონეზე იწვევს გემოვნების გაუკუღმართებას და ტოლვა უფრო იმ საკვებისგან, ვიდრე სახლში დამზადებული ნატურალური საკვები. სამწუხაროდ ანალოგიური პრობლემა მიუხედავად ყველაფრისა მეც მაქვს ბავშვებთან ვუხსნით, მაგრამ აი ის უფრო იზიდავს. ძალიან რთულია ამის. სუშის კოლბაში ძალიან რთულია ბავშვის გაზრდა. სწორიც არ არის, მე ვფიქრობ, მაგრამ ხო, ჯობდა ფაქტია რომ ზიანდება. მე მგონია თათა შენ იმას მივხვდი რომ დროზე უნდა წახვიდე მუხრანში. ხო? მე ვფიქრობ შენ ისე ძალიში. ძალიში. როგორც ხდები, მაინც ოჯახის გავლენა დიდია ქალბატონი თამარის პროფესიის არჩევაში. კი და ჩვენ ერთგვარი სტატისტიკა გვაქვს იცის თათამ და მრავალჯერ აგვინიშნავს, რომ სულ ეკითხებით, რომ იყო თუ არა ოჯახის გავლენა, ოჯახის გავლენა იყო თავიდან, რომ გავლენა იმდენად არა, რამდენადაც იმ გარემოში ვიზრდებოდი. წინათ არ იყო ამდენი კლინიკა, არ იყო ამდენი ექიმი, ყველა ერთმანეთს იცნობდა და სხვადასხვა პროფესიაც მე მგონი ძალიან ბევრი ესე ცნობილი არ იყო. არ იყო, ეს თანდათან ძალიან ისეთი აქტუალური თემა არის, შეიძლება ისეთი გადახტომა, მაგრამ მაინც ვიტყვი ეს ხელოვნური ინტელექტი. დღეს ადამიანები შემიძლია ვთქვა, რომ შემსხდარი არიან ხელოვნური ინტელექტზე და თქვენ რამდენად ფიქრობთ, რომ და მე რაც მაგ რეალობა, აი ჩემს ირგვლივ ცხოვრებიდან ადამიანები იღებენ პრაქტიკულად ძალიან ზუსტ დიაგნოზებს ბევრ რამეზე. მესმის რომ თქვენ შეიძლება კრიტიკულად შეხედოთ და რა თქმა უნდა რომ შეხედოთ კრიტიკულად მესმის, მაგრამ აი მაგალითად მქონია რომ უი ეს რომ გამეგო, ფრაზას ვიმეორებ. ორი თვე არა ექიმებში. კი ბატონო. იმიტომ რომ როდესაც სიმპტომატიკას უხსნიან ხელოვნურ ინტელექტს, ძალიან დიდი სიზუსტით ის ეუბნება რომ სავარაუდოდ ეს ამბავია.
თუმცა ანუ ხელოვნური ინტელექტს კითხვას ვერ დაუსვამ თუ არ გაქვს წინასწარი კვლევები და იცით ძალიან ბევრს ვფიქრობ მეც ამის შესახებ, ვინაიდან პირველად ეს ხელოვნური ინტელექტი ჩემს სტუდენტების მიერ იყო გამოყენებული და ხშირად ისეთი პრეზენტაციების წარდგენა ხდებოდა უმაღლეს დონეზე და შემდეგ ტრენინგებიც გავიარეთ და თითქოს თავიდან ისეთი შეგრძნება იყო, რომ ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს და ჩვენ შემდეგ უკვე პასიურ მდგომარეობაში გადავდივართ. თუმცა ჩვენი თაობისთვის, სადაც თქვათ, ჩვენ უკვე გვაქვს გარკვეული ცოდნა, გამოცდილება, ხელოვნური ინტელექტი ჩვენ შემთხვევაში შეიძლება გარკვეულწილად იყოს დამხმარე, ოღონდ უნდა იცოდე ხელოვნური ინტელექტის სწორად მართვა. იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტი ჩვენ გვაძლევს გარკვეულ, თქვათ, პასუხს, მაგრამ შესაძლებელია ის იყოს არასწორი ეს პასუხი და ვთქვათ, რეალურად მისი კლინიკურ პრაქტიკაში იმპლემენტაცია და ესე დიაგნოზის გამზადებული დიაგნოზს ნამდვილად არ მოგცემს. მართვა არის მნიშვნელოვანი. აი მაგალითად პაციენტი გუშინ მყავდა მიღებაზე პაციენტი, რომელსაც საკმაოდ რაღაც არასპეციფიური სიმპტომატიკა, არასპეციფიური გამოვლენით მიმართა რამდენიმე სპეციალისტ და მითხრა, რომ აიო მე ხელოვნურ ინტელექტსო მივწერე ეს ისა და მითხრა აი ეს გამოიკლებ. თუმცა საბოლოო დასკვნამდე მაინც ვერ მივიდა ის. გამიგეთ? მომმართა, რომ აი სწორ გზაზე დავაყენო. სწორად უნდა მოხდეს ამ ხელოვნური ინტელექტის მიერ მიღებული გამოყენება და სტუდენტებს სულ ვეუბნები, იცით რა საშიშროება არის, ჩვენ უკვე ნასწავლი გვაქვს, მიღებული გვაქვს და ჩვენ თქვათ ხდება ჩვენ შემთხვევაში ცოდნის როგორ გითხრათ, დამატებით რაღაც ფაქტორების გათვალისწინება და ის ვინც ახლა იწყებს, ხო, ის არ უნდა იყოს სრულიად დამოკიდებული ხელოვნურ ინტელექტზე. იმიტომ რომ თუ კი ისინი დამოკიდებს ვეუბნები, აი პაციენტს ესაუბრები, ან რაღაც გაქვს შემთხვევა, ან გაითიშა ყველაფერი, არ გვაქვს ეს ხელოვნური ინტელექტი და როგორ მოიმექმედებ, რას გააკეთებ, ხო? მნიშვნელოვანია საჭიროა მისი ინტეგრირება, მაგრამ ადამიანური ფაქტორი აქ გადამწყვეტია. კარგია რომ თქვენ ესეთი მიმდევრობა გაქვთ. ძალიან ისეთ, ანუ იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ სიახლეებისადმი ადაპტაციის უნარი ყოველთვის კონკრეტულად 90 წელსაც რო იქნება. ფიქრობ რომ იცით როგორ ვარ მე, ანუ გავიარე ძალიან გრძელი გზა, ვთქვათ, ბავშვებს უხსნით რა, აუცილებ ჩემს შვილებს, რომ აუცილებელია რომ ისწავლოთ, რომ იყოთ კარგი სპეციალისტები, არ აქვს მნიშვნელობა რა მიმართულებით, რომ ჩამოყალიბდეთ და სულ უხსნი, რომ აი სკოლის დამთავრების შემდეგ უნივერსიტეტში, შემდეგ ორდინატურა, ანუ რეზიდენტურის ისა, შემდეგ დოქტორანტურა საკმაოდ დიდი გზა გავიარე და ეს არ სრულდება. დღესაც ყოველდღიურად მე სწავლის და ძიების პროცესში ვარ. თუ გავჩერდით, ხო, გავიყინებით, ვეღარ მივყვებით ამ პროგრესს და ხშირად თუ გავჩერდით, უკან მივდივართ ნამდვილად. იმიტომ რომ თვითონ ცხოვრება წინ მიდის და ეს ის არის, რომ რაც უფრო მეტი იცი, აი ეს სოკრატეს დროინდ, მაგრამ ხვდები რომ რამდენი არის. უფრო მეტი არ ვიცი, რომ უღრმავდები და რა თქმა უნდა, ეს სკოლის წრე იყო და იზირგლი არის უცნობი, რაც დიდი და უფრო მეტი უცნობი. შეხება უცნობთან ეს. ძალიან საინტერესოა. კი, და ამიტომ ყოველთვის ვარ რაღაცის ძიებაში და აი ჩემ ცხოვრების, თქვათ, ეს სამედიცინო საექიმო ნაწილს, თქვათ, შემდეგ სტუდენტებთან ჩემ რეალურ кейსებს განვიხილავთ, რადგანაც იცით, სწავლის დროს ვიყენებ ეს ბლუმის ტაქსონომია არის, ხო? მიღებული ცოდნა, თქვათ, ცოდნა ვიცი, მაგრამ შენ უნდა იცოდე ამ ცოდნის გამოყენება სწორად. უნდა გქონდეს გამოყენება და მისი ანალიზის უნარი. თუ ანალიზის უნარი შენ არ გაქვს, ხო? აი, ვერ იყენებ ამას სწორად. შესაბამისად, მიღებული ცოდნის ანალიზის საფუძველზე და სულ ეს სტუდენტებთან მაქვს გავდივართ, კლინიკაში მიღებული, თქვათ, кейსები განვიხილავ და შემდეგ უკვე ზოგჯერ სამეცნიერო კონფერენციებზე, კონგრესებზე მაქვს წარდგენილი, თქვათ, აბსტრაქტები, პრეზენტაციები, პოსტერები და ესე ერთგვარად ეგეთი წრეში ვბრუნავ მეცნიერება, მედიცინა და პედაგოგია. მე ვფიქრობ, რომ პედაგოგია მიმართულება ძალიან დიდ როლს თამაშობს ჩამოყალიბებთ თქვენ რომ სულ იყოთ ტონუსში, სულ განვითარება ძალიან კარგი არჩევანია. ისეთი საინტერესო კითხვები მოდის სტუდენტებიდან. ისინი ახალი თაობა ისინი ახალი თაობა ის უნდა ბევრად რომ კითხვას დასვან. და ზუსტად ამას ვამბობ, რომ რა არის, იცით,
ჩვენ თუ ვთქვათ რაღაც გარკვეულ ჩარჩოებში ვართ, ისინი რაღაცას წაიკითხავენ ისეთ, შეიძლება სულ არ იყოს პირდაპირ კავშირში ან თქვათ კლინიკურ საქმიანობასთან, მაგრამ ისეთ საინტერესო შეკითხვას დასვამენ, რომ ფიქრობ, რომ საერთოდ ეგ რა არის თქო, მაგრამ მე ვიწყებთ ჩვენ განხილვას, ვიწყებთ ჩვენ ძიებას, ანალიზს და ისეთ საინტერესო შედეგებამდე მივდივართ და შემდეგ ამას ზოგჯერ პაციენტებშიც ვიყენებ და პაციენტს მე არ ვუდგები და ყოველთვის ვეუბნები სტუდენტებსაც, აი როგორც თქვათ ლაბორატორიის შედეგებს, იცით? აი მოვიდა ან როცა იციან გამოგზავნა პასუხების და გადახედე, ხო? ლაბორატორიის პასუხებს არა. ადამიანი, პაციენტი არის ერთი მთლიანობა და ყოველთვის როდესაც მოდის მიღებაზე ვცდილობ გავიგო რა არის მისი მიზანი, რატომ მოვიდა და რა ჩივილები აქვს და ზოგჯერ იციან, რომ აი ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა მინდა ისე სტანდარტულად. თუმცა ვეუბნები, რომ კიდევ რა გაწუხებთ, იმიტომ რომ შესაძლებელია ეს თუნდაც ეს ჰორმონალური სისტემა, ხო? ყველაფერი არის ურთიერთ დაკავშირებული და ასაკის მიხედვით შესაძლებელია სხვადასხვა დაავადების გამოვლენა მოხდეს. მაგალითად, ოსტეოპოროზი, ხო, რომელიც საკმაოდ ისეთი მტკივნეული თემა არის და სამწუხაროდ არ ხდება მისი დროული დიაგნოსტირება და მართვა. სიცოცხლის ხანგრძლივობამ იმატა, ხო, და შესაბამისად გერიატრიული პოპულაცია, ანუ ასაკოვნები უფრო მეტი გვყავს ჩვენ, ხო, და შესაბამისად მასთან ასოცირებული დაავადებებიც, ხო? ამიტომ ყოველთვის ვეკითხები, მენოპაუზის ასაკს ვინაიდან ასოცირებული არის, სიმაღლეში თუ არ შემცირებული და გარკვეული მიმართულებით, აი მთლიანობაში აღვიქვა, ვცდილობ ყოველ შემთხვევაში, ეს ცდილობა არის. თამარ, რამდენად რთულია დიაბეტის მართვა დღეს? ანუ რა არის მთავარი გამოწვევა ალბათ? დიახ. ნახეთ, დიაბეტი არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება, ენდოკრინული დაავადება და ზოგჯერ შედარებულია, აი აისბერგთან არის შედარებული. ჩვენ რასაც ვხედავთ ეს ძალიან ცოტაა და იმის ქვემოთ პრობლემა რა არის ახლა ჯერ ის, რომ არ ხდება დროული დიაგნოსტირება დიაბეტის, ხო? აი არ არის სწორად რეფერენსული ნორმების ინტერპრეტაცია სწორად და შესაბამისად ძალიან ბევრი პაციენტი დადის ისე, რომ არის იცის, რომ აქვს მას შაქრიანი დიაბეტი. დიაბეტი ეს ქრონიკული დაავადებაა, ეს არის, როდესაც შაქრის დონე სისხლში არის მაღალი და სამწუხაროდ ექიმთან მიდიან უკვე დაგვიანებით შეიძლება ვთქვათ, როდესაც შესაძლებელია დიაბეტთან ასოცირებული გართულებები უკვე იყოს წარმოდგენილი. ამიტომ პრობლემა არის ის, რომ უნდა მოხდეს მისი დროული დიაგნოსტირება, ეს იქნება ოჯახის ექიმთან, ან ვთქვათ, ჩვენთან არ არის ეს ყოველწლიურად პაციენტები, როდესაც ჩაიტარებენ ჩეკაპს, მოკვლევას, ხო, ეს კულტურა უნდა ჩამოყალიბდეს. ოჯახის ექიმის, კი, ყველგან არა ეს სხვადასხვა ფაქტორთან არა დროული დიაგნოსტირება. აი, ქალბატონი თამარ, ბოდიში რომ გეჭრებით. მე მაგალითად სანამ ამ კომპანიაში დავიწყებდი მუშაობას, ანუ არასდროს აზრად არ მომსვლია, რომ რაღაცა ნუწნევას იკონტროლებენ ადამიანი, შეიძლება სისხლის ანალიზით რაღაცა, მაგრამ არასდროს აზრად არ მომსვლია, რომ აი როგორც წნევას იკონტროლებენ და უშუალოდ ეს უნდა აკონტროლონ სისხლში შაქარი და ჩვენ გვაქვს აპარატი, გლუკომეტრის აპარატი, სინოქია, ძალიან მიყვარს ეს პროდუქტი და მოკლედ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ავამოღლოთ ცნობიერება საზოგადოებაში, ძალიან დიდი Facebook-ის ჯგუფი გვაქვს, სადაც ენდოკრინოლოგი გვყავს და უფასოდ გასცემს კონსულტაციებს და იმის მერე თან ვატარებთ უფასო მონიტორინგებს მთელი საქართველოს მასშტაბით და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ცნობიერება ავამაღლოთ და მაგის მერე იმდენად ხშირად მიწევს მე თვითონაც კონტროლი და იმდენად მშვიდად ვარ, რომ ყოველდღიურად, ანუ მართლა აი ეს აპარატი მე მგონი ყველას უნდა ედოს ერთი სახლში, რომ ოჯახის წევრებია, რომ მოხდეს და დავამატებ ერთს, რომ ამერიკის დიაბეტთა ასოციაცია, რომელიც ესეთი წამყვანი არის, რეკომენდაციას უწევს, რომ 35 წლიდან გაქვს თუ არ გაქვს ჩივილი, ხო? აუცილებლად უნდა მოხდეს შაქრის დონის მონიტორირება. აი მაგიტომ მოვედი for hospital. აი ნახეთ როგორ 35 წლის ხართ, ხო? გაიზომეთ შაქარი. არის ნორმები. ოღონდ ნორმების სწორად უნდა მოხდეს ნორმების ინტერპრეტაცია. იმიტომ რომ არის შემთხვევები, როდესაც შაქარი უნდა იყოს 100-ზე ნაკლები. უსმოთ და დატვირთვიდან 140 კი ბატონო. და ზოგჯერ არის რომ პაციენტს აქვს 115, 126 მილიგრამი დეცილიტრზე და ეუბნებიან
ან თავის უყურე აი ესეო ნორმაში გაქვსო და არაფერი არა და მას უკვე აქვს დაწყებული ეს დისგლიკემიის მოვლენები რამდენ ხანში გააჩნია თქვენ როგორი შედეგი მიიღეთ თუ კი არის ნორმის ფარგლებში 3 წელიწადში იმეორეთ მაგრამ თუ კი თქვენ გაქვთ თქვათ ჭარბი წონა თუ გაქვთ თქვენ სიმსუქნე, თუ გაქვთ თქვენ არტერიული მაღალი წნევები მაგალითად, ან თუ გქონდათ რაღაც გინეკოლოგიური ანამნეზი, პოლიცისტური საკვერცხეები, ხო, საკმაოდ ხშირი არის გოგონებში. ან ოჯახური ანამნეზი მაგალითად მშობლებს აქვს დიაბეტი, ხო? იქ არ ველოდებით ჩვენ 35 წელს. თავიდანვე ხდება მისი გამოკვლევა და რა თქმა უნდა ამ გლუკომეტრით შემდეგ მისი follow-up-ი, ანუ კონტროლი საკმაოდ კომფორტული არის და ყველა დიაბეტიან პაციენტს ვეუბნები, რომ კი ბატონო, ჩვენ დავსვით დიაგნოზი, მე თქვენ დაგინიშნეთ მკურნალობა, მაგრამ დიაბეტის მართვა არ არის მხოლოდ აი ექიმის მიერ მიცემული დანიშნულება და მკურნალობა. დიაბეტი ეს არის, როდესაც პაციენტი შენ მოყვება, კომპლაიენტობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, როდესაც პაციენტი მოყვება და თვით კონტროლი გლუკომეტრით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახში აკონტროლოს. ზოგი პაციენტი არ აკონტროლებს გარკვეული შიშის გამო, რომ მაღალი მაქვს შაქარი და მიირთმევს ყველაფერს და ამის გამო შეიძლება წლობით არ ჩაიტაროს კონტროლი და დავამატებ ერთს ძალიან მნიშვნელოვანია. რომ პაციენტის განათლებაზე უნდა ვიზრუნოთ ჩვენ. ყოველთვის პაციენტთან მიწევს საუბარი და საკმაოდ მნიშვნელოვანია, რომ ავუხსნათ რა არის შაქრიანი დიაბეტი, ან თუნდაც ნებისმიერი დაავადება, რის დიაგნოზსაც დავსვამთ ჩვენ. რატო? იმიტომ რომ თუ თქვენ ვერაცნობიერებთ და ვერ ხვდებით რა არის დიაბეტი, რატომ მიყვებით ყველა ჩემ რეკომენდაციას? ხო, არის პაციენტები, რომლებიც თქვათ ხებულობენ ძალიან დიდი რაოდენობით დანიშნულებით მედიკამენტს და თავისით ამოაგდებენ რომელიმეს, რომ იცით რა, მე ეს არ მინდა და არ მომწონს და შეიძლება ისეთი ამოაგდოს, რომელიც მისი სიცოცხლისათვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ ყოველთვის ვუხსნი, რომ დიაბეტი ეს არ არის რაღაცა საშინელება, ეს არ არის უბედურება, ეს არის ცხოვრების წესი. ეს არის ჯანსაღი, უფრო ჯანსაღი და შენ თვითონ რო ვერ ხვდები, იძულებული ხდები. იმიტომ რომ თუ დიაბეტი არ ჭირს და მაგწესით იცხოვრებ, ბევრად კარგია. იცით რა? თუმცა ასაკში. შედეგებიც იყო დადებული, რომ ის პაციენტები, ოღონდ მოწესრიგებული პაციენტები, ვისაც აქვს შაქრიანი დიაბეტი, მაგრამ აკონტროლებენ ყველა პარამეტრს და მიყვებიან ჯანსაღი ცხოვრების წესს, მათი მედიცინაში მთავარია ცხოვრების ხარისხი, ხო? პაციენტი ვერ ხვდება ის მედიკამენტი რომ მიიღო ან რაღაც, ხო? ცხოვრების ხარისხი იყოს მაღალი და კარგი. აი ცხოვრების ხარისხი და ვინც ამ რეკომენდაციას მიყვება, ცხოვრების ხარისხი აქვს ნორმალური. ძალიან მოკლე კითხვას დავსვამ პროფესიულს თუ შეგავთ და შენიშნებათ. და თუ ფიქრობთ რომ ეს მომავალი არის, ეს მომავალი ნამდვილად არის. და მეორე კითხვა ეკეთია რომ მე გამიგია რომ ძალიან სწორი იყვებით, ანუ ეგრეთ წოდებული ვეგანები არიან, რომლებიც განკურნებულა სულად. ეგეთი შემთხვევა თუ ნახეთ როგორ არის პაციენტი, როდესაც მეკითხება, რომ რა ხანძრიობით უნდა მივიღო მედიკამენტი და თუ განკურნები, ხო? ჯერჯერობით პასუხი ეგეთია, რომ თქვათ განკურნება შეიძლება არა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დიაბეტის მართვა. და ახლა გამახსენდა ერთი პაციენტი, რომელიც თავიდან იყო ძალიან დიდი წონით, საკმაოდ მაღალი შაქრის ციფრები ჰქონდა, მედიკამენტებზე კარდიოლოგიური ანუ გულის პრობლემები და ესეთი ისა რომ ჩავიარეო მეხუთე სართულიდანო ფეხითო ლიფტი დაკავებული იყო, ჩავედი ქვემოთო, ამოვედი ზემოთო და ნუ გავიზომეო შაქარი, ეს ძალიან საინტერესოა პაციენტები, როდესაც ყვებიან და ნახე რომ დილითო უფრო მაღალი იყო და ამის შემდეგო შაქრის დონე უკვე ცოტა ნაკლები იყო და აი ჩემს თავშიო მოხდა ეს გარდატეხაო, რომ დაიკლო წონაში, თურმე შესაძლებელია დაიკლო წონაში, თქვათ კვება მოაწესრიგა და შაქრის მაჩვენებლები იყო ნორმის ფარგლებში. ესეც შესაძლებელია. ხა ამას ჩვენ სრულ განკურნებას ვერ დავარქმევთ. ან დიაბეტში აი ტიპი 1 შემთხვევაში, სადაც ინსულინი დამოკიდებულია, არის ეგეთი პატარა პერიოდი, რომელსაც ქვია თაფლობის თვეები. სადაც რაღაც ეტაპზე თქვათ ხდება ნორმალიზება. თუმცა აი სულ ვიმეორებ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მივყვეთ ამ სწორკვებას და შესაძლებელია რემისიაში ვიყოთ ხანძლივი დროით. ვფიქრობ, რომ ჩვენ ჯგუფში აუცილებლად უნდა გაზიარდეს ეს პოდკასტი.
აუცილებლად. დავამატებ, რომ თათამარის ძალიან საინტერესო სინოკია უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ბოლო 3 წლის განმავლობაში გავაჩუქეთ დაახლოებით 25,000 აპარატი საქართველოს მოსახლეობას. ძალიან მნიშვნელოვანია ეგ, ვინაიდან თვით კონტროლი, ანუ დიაბეტიან პაციენტებში 635 მილიონზე მეტს აქვს დიაგნოსტირებული მსოფლიოში წარმოგიდგენია და კიდე რამდენს არ აქვს დადასტურებული. არ აქვს დადასტურებული და ყოველთვის, როდესაც პაციენტი მოდის, წინათ რომ ეტყოდნენ, რომ მე შაქარი მაქვს განსაზღვრული და შაქარი არ მაქვს, მეუბნები კი ბატონო არ გაქვთ, მაგრამ გენდობით, მაგრამ მაინც უნდა გადავამოწმოთ, იმიტომ რომ გამოგვჭეს ეს მარტივად ხდება მისი დიაგნოსტირება, გამოვლენა და იყო შემთხვევები, სადაც იყო ესეთი სუბუქი დისგლიკემია და ჩვენ პაციენტსაც გააჩნია რა, რამდენად მოყვება, რეკომენდაციის მიცემით საკმაოდ კარგი შედეგი მიგვიღია და შესაძლებელია დიაბეტის გადავალდება. ასევე ეს სიმსუქნესთან ასოცირებული და დღესდღეობით D ვიტამინზეც არის საკმაოდ ეგეთი ბუმი შეიძლება ითქვას, თუმცა ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჩემ დროს და როდესაც ბავშვობაში D ვიტამინი ასოცირებული იყო მხოლოდ რაქითთან და შესაბამისად ბავშვებს დაბადებიდანვე აძლევდნენ D ვიტამინს. მე მყავს 3 შვილი და პირველი შემთხვევაში იქ იყო აუცილებელი პირველი 2 წელი, შემდეგ შეიცვალა რეკომენდაციები და ვთქვა რაღაც 6 წლამდე და დღესდღეობით უკვე მიჩნეულია, რომ პუბერტატის პერიოდის, სქესობრივი მომწიფების პერიოდშიც ბავშვებთან, მოზარდებთან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს მიღებული D ვიტამინი დანამატი სუპლემენტაციის სახით. ძალიან ბევრი პაციენტი, რომელიც მოგვმართავს, თუნდაც ტურისტები კონსულტაციებზე და უკვირთ, რომ ბათუმში რატო უნდა იყოს D ვიტამინის დეფიციტი და შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ პოპულაციაში საკმაოდ მაღალია ვიტამინ D-ის დეფიციტი. გარემოს დაბინძურების გამო შეიძლება ითქვას, რომ ეს სხივები ვერ აღწევენ ჩვენს კანს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ეკითხებიან ზაფხულში მივიღოთ თუ არა D ვიტამინი, პასუხია, სად ატარებთ ამ ზაფხულს, თუ გარეთ გადიხართ და მზის სხივები ხვდება თქვენს კანზე, კი ბატონო, მაგრამ გეტყვიანო 24 საათი ზაფხული, აგვისტოა თუ ივლისი არ აქვს მნიშვნელობა, ვარ ამ სივრცეში, ოფისში და შესაბამისად ვერანაირად ვერ მოხდება მზის სხივი და ამიტომ არის ენდოკრინოლოგიაში დიაბეტის გარდა, რომელიც საკმაოდ ხშირი პათოლოგია, სხვადასხვა დაავადებები, სტრესთან ასოცირებული ხშირად კითხულობენ პაციენტები ალბათ ამ ChatGPT-დან. ელოვნური ინტელექტი, კორტიზოლი ხო არ მაქვსო მომატებული, რაღაც ეს სტრესი და კორტიზოლი ასოცირდება. გათვითცნობიერებულები მოდიან, კი, კორტიზოლიო ხო არ განსაზღვრება. შეიძლება არც ის რა კორტიზოლი. ხო, უბრალოდ რაღაც დაგუგლულია. ტრენდულია საკმაოდ და რა თქმა უნდა, ეს სტრესი ყველაფერი იმართება. კი ბატონო. ქალბატონ თამარ, ისეთი ენთუზიაზმით საუბრობთ ნებისმიერ თემაზე, რომ აშკარად მუხტი მოდის და აშკარად იგრძნობა, რომ ძალიან გიყვართ თქვენი პროფესია და გამიჩნდა ესეთი კითხვა, მაინც ხომ არ გიფიქრიათ ამ კითხვაზე, რომ არა იქიმი ვინ იქნებოდით? ძალიან ისეთი რთული კითხვა. მეც მგონია რომ ძალიან რთული კითხვა, თუმცა სტუდენტებთან პედაგოგიკა, მაგრამ მხოლოდ ეს არა, მედიცინა ინტეგრირება პედაგოგიკასთან. ჩემ თავს მხოლოდ ამ მიმართულებით ვხედავ. ნამდვილად გეტყობათ, იმიტომ რომ იცით როგორ ვარ, მარტო მხოლოდ პაციენტებთანაც არ ვარ, სტუდენტებთანაც ვარ, ეს მავსებს. რაღაც სხვა გარემოს მიქმნის მრავალფეროვანს და ეს მავსებს და ანუ თქვენი იკიგაი გაქვთ ნაპოვნი, მაგას ეძახიან, რომ ანუ ნაპოვნი გაქვთ თქვენი საქმე, საიდანაც რა თქმა უნდა შემოსავლები. იმიტომ რომ სხვანაირად ყოველთვის ვამბობ, რომ სიამოვნებას თუ არ მიიღებ, მე ბევრი პაციენტის მიღება ერთდროულად არ შემიძლია, იმიტომ რომ თითოეულ პაციენტს რაღაც სხვანაირად ვუდგები, ინდივიდუალურად, თავში მიდის ესეთი ChatGPT შეიძლება თქვას და რესურს ახარჯავ საფუძვლიან და შესაბამისად სიამოვნებაც უნდა მივიღო, რომ ჩვენ რა მიგნებებზე პაციენტი როდესაც მოვა მოყვება, რომ რაღაც შედეგზე გავედით, საკმაოდ დიდ სიამოვნებას ვიღებ და სხვაგან ვერ ვხედავ ჩემ თავს ნამდვილად. რითი ახდენთ განტვირთვას?
რა საქმიანობა ძალიან რთულია თქმა იმისი რომ გეტყვით სახლში ოდესღაც მიყვარდა და ოდესღაც გეტყვით ცოტა აი მეც ვფიქრობ რომ უნდა ვისწავლო ერთადერთი რამ რომ განტვირთვა და დროის მენეჯმენტი ვინაიდან მაგსთან რაღაცნაირად აი ვერ ვასწრებ კლინიკა უნივერსიტეტი და სახლში 3 შვილი მყავს რომლებიც სკოლაში სწავლობენ და აუცილებლად ვაკონტროლებ მათ მიღწევებს, ვერთვები, უცხოენების სწავლასთან მიმართებაში, მეუღლეც ჩემი მიან გინეკოლოგი არის და შესაბამისად განტვირთვის თვალსაზრისით ცოტა მიჭირს განტვირთვა, იმიტომ რომ სულ ვარ რაღაცნაირად ესე რეჟიმში ვარ. ერთადერთი აი ხშირად კონგრესებზე დავდივარ, ვესწრები კონგრესებს და ამ დროს მაქვს სასიამოვნოს და სასარგებლოს რაღაცნაირად თანხwebdriver აი მაინც პროფესიას უკავშირდება ესე იგი თქვენი განტვირთვა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ესე არა განტვირთვა. თამარ, აი ასწრებ თუ არა, მაგალითად სამზარეულოში კერძების მომზადებას და რამე საკუთრებული მიყვარს ძალიან მიყვარს, ვასწრებ, ყოველთვის სამწუხაროდ არა, მაგრამ ვცდილობ, რომ რაღაც ჯანსაღი საკვებიც მოვამზადო, რაღაც მრავალფეროვანი და რაღაც აი მიქსი, სულ რაღაც ახალის ძიებაში ვარ და მინდა გითხრათ, რომ გამომდის. აჭარულ-ხაჭაპური? აჭარულ-ხაჭაპურსა? იცით რა, აჭარულ-ხაჭაპურთან დაკავშირებით გამახსენდა აჭარული არა და აჩმა. და პირველად სად ვისწავლე პეტერბურგში, როდესაც ვიყავით ქართველებთან ერთად კი იქ აჩმა ბათუმელი აჩმა პეტერბურგში ისწავლა აჩმის კეთება პირველად აჩმა პეტერბურგში კი ბატონო კი ძალიან კარგი აი მოტივაციის სასამართლებლად ხო არის ყოველს გვაქვს ალბათ ისეთი მომენტები როცა ძალიან ვიღრებით ხო აი მაგ დროს რაზე ფიქრობთ ხოლმე რა გიმაღლებთ მოტივაციას რომ ისევ ესეთი ენთუზიაზმით გააგრძელოთ თქვენი საქმის კეთება. რა თქმა უნდა არის პერიოდები, როდესაც ვარ ძალიან გადახლილი და ზოგჯერ ვფიქრობ, აი რატო ვარ ჩართული ამდენ, აი ზოგჯერ ამყოფნის დრო რომ რაღაცნაირად განტვირთვისთვის თუნდაც, მაგრამ როგორ არის იცით? ეს ტალღა თავდება რაღაც საინტერესო იწყება და ვერთვები ამ საინტერესოში, იმიტომ რომ ეს ყოველდღიური რუტინა ინტერესის ანუ სიახლე, ყოველი სიახლე არის ჩემთვის რაღაც მოტივაცია. ყოველი რაღაც გამოწვევა არის ჩემთვის მოტივაცია და ყოველთვის ვცდილობ რომ ჩავერთო ამ სიახლეებში და გამოწვევაში და ეს ახალი მუხტით იწყება რაღაც ახალი ტალღით. თუნდაც აი თქვენთან გამოწვევა იყო, იმიტომ რომ პირველად კი ბატონო. ჩვენ ძალიან გვეფრენია რა. ჩვენი პირველი ის არის ეთერი ბათუმიდან. ხო, და ძალიან პირველი სტუმარი ხართ და ძალიან მოხარულები ვართ რომ ესეთი ენერგიული სტუმარი გქონს პირველი და დარწმუნებული ვარ რომ ესე გაგრძელდება. მოგვეცით ბიძგი მინდა გითხრათ. კი, ნამდვილად თან რაღაცა სტუდია, ახალი სტუდიიდან, ახალი პარტნიორები ჩვენი და მოკლედ ძალიან მოხარულები ვართ. ბლიცზე ხო არ გადავიდეთ. ქართული კერძები თუ ევროპული სამზარეულო? ორივე. წიგნი თუ აუდიო წიგნი? წიგნი უფრო. მეგობრებთან შეხვედრა სახლში თუ გარეთ? სახლშიც და გარეთ სამწუხაროდ ხშირად ვერ ვახერხებ. გასაგებია. სამედიცინო კონფერენციები სად გირჩევნიათ საქართველოში თუ საზღვარგარეთ? საზღვარგარეთ მირჩევნია. დროის დაგეგმვა ინსტინქტურად თუ კალენდარში? უმეტესად კალენდარში, იმიტომ რომ ძალიან გადატვირთულია, თუმცა სხვანაირად არ გამოდის, ვიმახსოვრებ, მაგრამ მაინც კალენდარში, მაგრამ ზოგჯერ ინსტინქტურადაც კი ბატონო, კითხვის დროს რას ამჯობინებთ? სამეცნიერო სტატიებს თუ მხატვრულ ლიტერატურას? სამწუხაროდ დღესდღეობით სამეცნიერო. ის დრო რაც არის ალბათ ისე ის დრო, იმიტომ რომ ხო გადართვა ცოტა რთულია და სულ რაღაც აი სამეცნიერო კი. გადამწყვეტ როლს ხშირ შემთხვევაში რა თამაშობს? ცოდნა თუ ინტუიცია? იცით რა, თავიდან ალბათ ყველა ექიმს, დამწყებ ექიმს აქვს თავიდან ის შეგრძნება, როდესაც დაამთავრებ უნივერსიტეტს, შემდეგ თუნდაც ეს პოსტდიპლომურ სწავლებას, რომ გონია, რომ ყველაფერი იცი და რაღაც სხვანაირად უდგები. თუმცა არის ინტუიციაც. ცოდნის გარეშე ინტუიცია არ იქნება. ეს ერთმანეთზე არის აწყობილი, მაგრამ რა თქმა უნდა,
ინტუიცია, როდესაც შემოდის პაციენტი, უკვე ხედავ მის ფსიქოსომატიკასაც და აი თვალიც გაწუხნილია, გამოცდილებაც არის. მაგრამ ცოდნის გარეშე არანაირი ინტუიცია არ იქნება. კი ბატონო, წარმატება თქვენი აზრით იღბალია თუ შრომის მოყვარეობა? ორივე ერთად. რა თქმა უნდა, შრომის მოყვარე უნდა იყოს ადამიანი, აი ძალიან დიდი გზა გავიარე, რომ ვთქვათ, მიმეღწია მისათვის, რაც დღეს მაქვს და არ უნდა გაჩერდეს, სულ უნდა განვითარდე და იღბალიც უნდა გქონდეს, რა თქმა უნდა. მაგრამ შრომის მოყვარეობის გარეშე ფიქრობ რთულია, თუმცა ზოგს აქვს იღბალი, რომ მარტივად ან თუ ფიქრობ, რომ იღბლიანი ადამიანები არსებობენ? არსებობენ, რა თქმა უნდა, არსებობენ და მაგრამ მე მაგალითად დიდი იცით როგორ არის, რას წაუყენებ შენ თავს? აი მე მაგალითად მარტივად არ მიყვარს რაღაცის გადაწყვეტა. სულ რაღაც სირთულეების ძიებაში ვარ და ამის გადაწყვეტაში. ეს თავიდანვე ესე მქონდა და რა თქმა უნდა იღბალსაც აქვს მნიშვნელობა, მაგრამ შრომის ადამიანმა შრომამ შექმნა ადამიანი. ქალბატონო თამარი, შემდეგ სტუმარს დაუტოვეთ კითხვა. არ აქვს მნიშვნელობა კონკრეტულად რა მიმართულების არის, ქალია თუ მამაკაცია, უბრალოდ კითხვას რას დაუტოვ. აი ძალიან მაინტერესებს, როგორც კითხვა მოდიოდა, როგორ ახერხებს შემდეგი სტუმარი განტვირთვას, რა არის მისთვის განტვირთვა. კარგი, ვკითხოთ. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. ბევრი მადლობა. თქვენ წარმატებები და ძალიან საინტერესო იყო. მადლობა თქვენს წარმატებებს. მადლობა. დღევანდელი გადაცემის სპონსორია Sinokea.